გამარჯობა, ეს ვიდეო ბევრისთვის საინტერესო იქნება, არის გაგრძელება ჩვენი სხვა ვიდეოების, სადაც ვსაუბრობთ ზოხოს შესახებ და ამ ყველაფერს განვიხილავთ ზოხოს განახლებულ დიზაინში. ამიტომ თუ თქვენ ახალი მომხმარებელი ხართ ზოხოს, იმასინ ეს დიზაინი ორგანული იქნება თქვენთვის, ბუნებრივი. ხოლო თუ არ ხართ ახალი მომხმარებელი, მაშინ დიდი ალბათობით ძველ დიზაინზე ხართ, მაგრამ მარჯვნივ ზემოთ ღილაკი კი იქნება ახალზე გადართვის. შეგიძლიათ ცადოთ გადმოხვიდეთ ახალზე. ესე იგი, რაზე ვსაუბრობთ ამ ვიდეოში? ვსაუბრობთ lead ფორმებზე. ძალიან ბევრი ჩვენი დამკვეთი იყენებს lead ფორმას. ახლები რომ მოდიან, ისინი ითხოვენ ამ lead ფორმას, ამიტომ ვიფიქრე, რომ ამ ჩვენ ვიდეო ინსტრუქციების სერიაში ამ თემის ჩასმაც საინტერესო იქნებოდა. დავიწყოთ ქრონოლოგიურად. ქრონოლოგიურად ვიწყებთ იმით, რომ ადრე lead ფორმებიდან შემოსული ლიდები საერთოდ არ შემოდიოდა CRM-ში. მაგრამ მე ვიცით, რომ ზოხოს აქვს ცალკე პროდუქტი social zoho.com-ი, სადაც დაამატა ასეთი მოდული lead ფორმები. საიდანაც თქვა, რომ შეგვიძლია შენ აქედან დააინტეგრირო შენს კონკრეტულ გვერდს და ამ გვერდთან დაკავშირებულ კონკრეტულ სარეკლამო ანგარიშს და ამ ინტეგრაციის შედეგად შენ ყველა lead ფორმა აქ გამოგიჩნდება და დალინკვა უნდა გააკეთო. ანუ თუ თქვენ უბრალოდ გვერდი გაქვთ დაკავშირებული CRM-თან, იმას ვერ დაესიზღვრება თქვენა სარეკლამო ანგარიში გაქვთ და ვერც ის დაესიზღვრება ამ სარეკლამო ანგარიში, რომელი lead ფორმები გაქვთ. შედეგად, ჩვენ როდესაც გვინდა რომ ასეთი ინტეგრაცია გავაკეთოთ, დავrწმუნდეთ, რომ წვდომა აქვს როგორც გვერდზე, ასევე სარეკლამო ანგარიშზე. ხარა შეზღუდვები არის აქეთ ხარეს. აქეთ ყოველ გვერდს, რომელსაც დავაკავშირებთ, იმაში თანხა უნდა გადავიხადოთ. ფასები ხა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძირითად პაკეტში ეს ერთი გვერდი არის და ერთ სარეკლამო ანგარიში. როცა ვამატებთ ახალ გვერდებს და ახალ ანგარიშებს, ყოველს ახალ გვერდს ყიდულობთ როგორც add-ons. მე მგონი $60 ღირს თვეში და ყოველი ახალი $25 ღირს თუ რაღაც ეგრე არის რა. ხო და ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ, ახლაც აქტიური არის ზოხო social-ის საკმაოდ მრავალფუნქციური პლატფორმა არის და ბევრი სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს, მაგრამ თუ მარტო lead ფორმები გაინტერესებთ, თუ სხვა არ გაინტერესებთ, social-ი არ გინდათ და არაფერი, ამისათვის არის ეს ვიდეო. ამ ვიდეოში ახლა რაზე ვსაუბრობთ? გამოვიდეთ social-დან, გადავიდეთ ზოხოს marketplace-ში. აქ როგორ მოხვდებით, setting-ებში გადახვალთ და მერე marketplace-ის სექცია უნდა იყოს და all რო არის იქ შეხვალთ. თუ ძველ დიზაინზე ხართ, თუ ახალ დიზაინზე ხართ, აი აგერ ამ ღილაკს დააკლიკავთ, მერე აქ all-ზე გადმოხვალთ და აქ დაგვხვდებათ. ძიებაში ჩაწერთ lead chains. ეხლა ანუ ავხსნი მაქსიმალურად გასაგებად ავიცი ხა სუსაზე პიროსავით რომ მივყვეთ, უნდა გამოგივიდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენი ტვილიც უნდა დაძაბოთ, სხვანაირად არ გამოვა ამ საქმეში. ხო, ვირჩევთ lead chains და როცა ამ lead chains ავირჩევთ, ეხლა მე უკვე დაყენებული მაქვს, ხო? ჩემ შემთხვევაში რაღაც დიდი შრომატევადი ამბავი არ არის, მაგრამ ინტეგრაცია გაკეთებული არ მაქვს რა და ამიტომ მივუყვებით. და მოკეთ აქ რო შემოხვალთ installs მიცემთ და დაყენდება. როცა დაყენდება, ეს გამოჩნდება თქვენი მოდულების ჩამონათვალში. ეხლა მაგალითად, მე რო აქ გადავიდე, აი lead chain-ი აგერ აქ მაქვს და შესაბამისად აქ მიჩანს. თქვენ დაყენების შემდეგ აქ გამოგიჩნდებათ. როდესაც აქ შემოხვალთ, შეიძლება რაღაც pop-up-ი ამოვარდეს და რაღაც ეგრე, რადგან პირველად შემოდიხართ აქ. მაგრამ რომც არ ამოვარდეს, არა პრობლემა, ყველაფერი იწყება ინტეგრაციებით. ყველაზე მარტივი გზა არის, რომ დააკლიკოთ ახალი chain-ის შექმნას და მიუყვეთ პროცესს, ან შემოხვიდეთ ინტეგრაციებში და აქედან გააკეთოთ ინტეგრაცია. ეხლა ისე დაემთხვა, რომ მე ეს დიდი ხნის წინ გავააქტიურე და ეს ინტეგრაცია ჩაეხსნა და სხვათა შორის რადგან lead ფორმები გაქვთ გაშვებული, აქ ხშირად შემოხვალთ და გააკონტროლებთ, ხო? ანუ რამდენი lead-ი შემოვიდა, როგორ შემოვიდა. ამიტომ ასეთი რაღაც თქვენ არ დაგემართებათ. მე უბრალოდ არანაირი რეკლამა წლები არ მაქვს გაშვებული და ამიტომ რაღაც თქვენთან ერთად ვაკეთებთ, მე ჩათვალეთ ჩემ აკაუნტზე პირველად, თორე სხვებთან კი ბატონო. ხო, ესე იგი ჩემი გვერდი არის და ჩემი სარეკლამო ანგარიში არის. სარეკლამო ანგარიში შეიძლება რომ ბევრი მქონდეს, ამიტომ გვერდს ვაკონექტებ. ჯერ ეს დავაკავშიროთ, აი წვდომას ვაძლევ და Mind Social-ის პროდუქტის გავლით აკეთებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს რაღაც ინფრასტრუქტურის ნაწილია უბრალოდ ეს lead chain. და დაკავშირდა. რადგან ამ გვერდთან და ჩემ პროფილთან ეს სარეკლამო ანგარიშიც კავშირში იყო, ისიც დააკავშირა. ეხლა რა უნდა იცოდეთ? აქ ვინც შემოვა, ის უნდა იყოს, ახლა ეს უნდა შემოვიდეს ადმინისტრატორის აკაუნტში, ხო? ეს ბუნებრივია, ადმინით უნდა გაკეთდეს.
მაგრამ ამავდროულად ამ ადამიანს უნდა კონდეს წვდომა როგორც გვერდზე, ისე სარეკლამო ანგარიში. ანუ იქაც ადმინისტრატორი უნდა იყოს. თორე სხვანაირად არ გამოეხა, თქვენ რო უთხრათ თქვენ CRM ადმინისტრატორს, რომ იდი დააკავშირო, ის აქამდე შემოვა, მაგრამ მე Facebook-ზე წვდომას ვერ ვიცემს. ამიტომ გამოდის ისე, რომ ჩემი პირადი პროფილის გავლით აქვს წვდომა როგორც გვერდზე, ასევე სარეკლამო ანგარიშზე. ასეთ სარეკლამო ანგარიშები წესით რამოდენიმე თუ მაქვს, ყველა უნდა ჩანდეს რა, ანუ ყველა აქ უნდა მიჩანდეს რა, ანუ მე არ მაქვს, იმიტომ რომ არ ვიყენებ. ეხლა დაბრუნდეთ უკან. გამოდის რომ დავაკავშირეთ Facebook CRM-ს გავაგებინეთ, რომ მე მაქვს გვერდი და სარეკლამო ანგარიში. ეხლა უნდა გავაგებინო, რომ მე lead ფორმებიც მაქვს. კლიკავ create new chains. და აქ ნახავთ, რომ ბევრი საინტერესო რამ არის. ბევრი ისეთი რაღაც არის, რაც მაგალითად ახლა Google Ads, WhatsApp-ი, TikTok-ი და რაღაც LinkedIn-ი შეიძლება ყველაფერს არ იყენებდეთ და რელევანტური არც იყოს ქართული ბაზრისთვის, ან მაგალითად TikTok ლიდები არ მგონი აქედან მოდიოდეს. მაგრამ ნახეთ მარკეტოლოგიებისთვის არის ეს ვიდეო და შესაბამისად გატესტავთ. ხო, ეხლა რა უნდა იცოდეთ აქ, რომ მე თქვათ lead ფორმას რო უშვებ, მე უშვებ Facebook, Instagram-ისთვის. შესაბამისად, აი ეს არის რაც მე მჭირდება. Facebook-ის სექციაში. Setup now-ს კლიკავ. ხო. რატო გითხარით, რომ არ არის აუცილებელი ინტეგრაციაში პირდაპირ შემოსვლა და შეგიძლიათ chain-იდან მიუყვეთ პროცესი, იმიტომ რომ აქამდე რომ მოხვიდეთ, აქ თქვენ Facebook პროფილს ვერ ნახავს და მოგთხოვთ დამატებას და აქედანაც შეგიძლიათ რომ გააგრძელოთ რა, ანუ ინტეგრაციაში შესვლის გარეშე. გინდათ აქედან მიუყევით, გინდათ იქიდან სულ ერთი. ვირჩევ ჩემს პროფილს და აი აქ მაჩვენებს იმ სარეკლამო ანგარიშებს, რომელიც ასოცირებული არის ჩემ გვერდთან. ანუ ესა გვერდი, ბოდიში ეს პროფილი არ არის, გვერდი არის რა, გვერდი. და სარეკლამო ანგარიშები. აქ მაქვს advertising. ანუ lead ფორმა მე ვიცი რომ ამასთან მაქვს დაკავშირებული რა, ამიტომ advertising-ს ავირჩევ. ეხლა მეუბნება რომ გვერდი აირჩიო. დავაპაუზებ რომ სხვა გვერდები არ გამომიჩნდეს, რაც საჭირო იმას ავირჩევ. აჰა, აქ გვერდი ავირჩე. რა თქვენ არ დაიბნეთ რა, ანუ აქ სახელობრივ იმიტომ წერეთნაირად რომ ეს არის ჩემი Facebook პროფილი და ჩემ გვერდსაც იგივენაირად ქვია. თორე აქ რო ჩამოსკროლო სხვა გვერდებიც არის ბევრი რა. და მე ეხლა აქ უნდა გამომიჩნდეს ის lead ფორმები, რომლებიც დაკავშირებული არის ამ გვერდთან. და აი აბატონო. ეხლა რა უნდა დაიმახსოვროთ. რამდენი lead ფორმაც გაქვთ, იმდენი chain-ი უნდა გააკეთოთ. ანუ იმდენჯერ უნდა გაიაროთ ეს პროცესი, რასაც მე ეხლა გავდივარ. აქტიური lead ფორმა რაც გაქვთ. ამ კონკრეტულ lead ფორმასთან შეიძლება დაკავშირებული იყოს 1000 კამპანია და 10000 რეკლამა, ხო? მაგრამ lead ფორმა, ჩვენ lead ფორმას ვაკავშირებთ. ჩვენ არ გვაინტერესებს იქ რა რეკლამები და რეები არის. lead ფორმას ვაკავშირებთ. იგივე პრინციპი იყო social-ის მხარეს ადრეც, ვინც იმ დროიდან მოდიხართ. არც ისე სხვათა შორის არც ისე ძველი არის. ხო ეს ესეთია რა, საკმაოდ ახალი არის. და ვირჩევ საკონსულტაციო lead ფორმა 2025, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს lead ფორმა უნდა დავაკავშირო. ეხლა რატო ვაკეთებ ყველა lead ფორმის შემთხვევაში ცალკე chains? იმიტომ რომ ზოხოს ვერ დაესიზმრება, ანუ ვერ დაესიზმრება თქვენ ახალი lead ფორმა რო გააკეთეთ, იქ რაველები მიუთითეთ. ზოგან მობილურს თხოვთ, ზოგან მეილს თხოვთ, ზოგან რაღაც კითხვას უსმენთ. ამიტომ რადგან ეს ვერ დაესიზმრება, ჩვენ უნდა ცხადად ვაჩვენოთ. და მეუბნები რომ აი ეს lead ფორმა მინდა რომ ამჯერად დავაკავშირო. მოდი ამასაც იგივეს დავარქვევ. აი აქაც იგივეს ჩავწერო, chain-ის დასახელებაც რელევანტური იყოს. ხო აქ CRM-ი მაქვს და ჩემს CRM-ის ორგანიზაცია და მეუბნება რომელ მოდულში წავიღო და ნუ ახლა ან ჩემს სტრუქტურაში და უმეტესი CRM-ების სტრუქტურაში lead CRM-ს რაც უნდა წაიღოს. თუ აღმოჩნდა ისე რომ თქვენ საკმაოდ ესეთი განვითარებული მომხმარებლები ხართ ზოხოსი და კამპანიებსაც ქმნით, შეგიძლიათ კამპანიებიც აირჩიოთ რა, ანუ კონკრეტულ კამპანიასთან დალინკოთ, ასე ვთქვათ ეს lead-ი. თაგი თუ გინდათ რომ მიუთითოთ, აქაც შეგიძლიათ კონკრეტული თაგი აირჩიოთ, მაგრამ ნუ თუ გინდათ ეს ახლა უმეტეს შემთხვევაში არც ეს არის საჭირო, არც ეს არის საჭირო, არც აქ არაფერს არ უჩვევთ და assignment-ი თუ გააქვთ არჩეული, იმასაც აირჩიოთ. აი მაგალითად გააჩნია თქვენ თუ ჩვენი მომხმარებელი ხართ, როდინდელი ხართ, გააჩნია ახლების შემთხვევაში lead-ი admin-ზე უნდა შემოდიოდეს აუცილებლად და admin-ი თვითონ აკეთებს განაწილებას მენეჯერებზე. თუ ძველი ჩვენი დამკვეთი ხართ, მაგ შემთხვევაში აქ როდესაც ჩამოშლით, აქ ასე იქნება კონკრეტული განაწილების ლოგიკა, ახლების შემთხვევაშიც იქნება რა, ახლებმა პირდაპირ admin-ზე გავუშვით. ძველების შემთხვევაში, სადაც პირდაპირ განაწილების ლოგიკას აკითხავს, აირჩიეთ აი ეს კონკრეტული, რომელიც იქნება და თვითონ გადაანაწილებს მენეჯერებზე. ხო, ისეთ შემთხვევაში, თუ ძველი ხართ და მეთოდოლოგია არ შეცვალეთ და ყველა lead-ი უნიკალური არის, მაშინ შეგიძლიათ ეს აირჩიოთ, რომ ახალი lead-ი რო შემოვა, ძველი დააპდეითოს.
მაგრამ ნუ ესეთები იშვიათი არის, არ მგონია ამ ვიდეოს უყურებდეს. იმიტომ რომ ეს მეთოდოლოგიას ვცდილობთ რომ ძველებსაც შევატყობინოთ ხოლმე ახალი რაც შემოდის. მაგრამ თუ გამოგვეპარა გავოგებინე. ესე იგი proceed field mapping-ს გადავდივარ. ანუ აქამდე ხა კი ბევრი ვილაპარაკე, იმიტომ რომ მინდა რომ შინაარსობრივად ახსნა, მაგრამ არ ვიცი, ცალი თვალი და ცალი თითივი თუ გაქვს, აქამდე მოხვიდოდი რა, რა თქმა უნდა, CRM-ი და ისიც თუ გაქვს, რა ქვია, Facebook-იც. ანუ თუ იმდენს ახერხებთ, რომ Facebook-ზე lead form-ით რეკლამას უშვებთ, ეს ელემენტარული უნდა იყოს. ხო, ეხლა ნახეთ რა, მე წინდახედული რადგან ვარ და ვიცი, აქ რა ხდება. lead form-აში full name-ის ველი კი არ გავაკეთე, ცალკე გავაკეთე first name-ი, ცალკე last name-ი. იმიტომ რომ მე წინდახედული ვარ და CRM-ში ვიცი, რომ ცალკე მინდა სახელი, ცალკე მინდა გვარი. ვისაც full name-ად გაქვთ მითითებული, მაშინ შეგახსენებთ, რომ გვარი სავალდებულო ველი არის და ამიტომ აქვე last name-ის ნაცვლად მიუთითებთ full names. მაგრამ ნუ ახლა ამ შემთხვევაში მე ეს არ მაქვს და ანუ აქ ეს არ იქნება მითითებული. ხო, ეხლა ნახეთ, რომ გავაგრძელოთ რა ქრონოლოგიურად, რომ მივუყვეთ. გამოდის, რომ გვაქვს გვარი მითითებული გვარში, სახელი სახელში, მეილი მეილში. ეს lead ID-s ველი გაჩნდება თქვენ ამ extensions რო დააყენებთ, ესეთი ველი გაჩნდება და ამას თავი გაანებეთ. Source-ში meta-ads-ი არის, მაგრამ ზოგი ამბობს, რომ აი მე Facebook-ს უთითებდი ყოველთვის და ანალიტიკა რო არ ამერიო, საკაც Facebook-ი მინდა რომ მიუთითო. არ არის პრობლემა. CRM-ის ველებზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და Facebook-ი მიუთითოთ. მაგრამ არ მიგათითებინებთ, იმიტომ რომ ჯერ ეს უნდა წააშალოთ, ჩააწყაპოთ, გადახვიდეთ და Facebook-ი აერჩიოთ. აი ასე. ხო, მაგრამ მე მინდა აქ იყოს meta-ads. ეხერითაც შეგიძლიათ რომ ჩაწეროთ. გამოდის, რომ Facebook-ი სადაც არის მითითებული, ეს არის Facebook-ის ისინი ველები, მნიშვნელობები, რომელიც ავტომატურად მოყვება რეგისტრაციას. ზოგ ჩვენ დამკვეთს აქვს ცალკე შექმნილი ველები, განსაკუთრებით ვინც social-დან მოდის, Facebook კამპანიის ველი ცალკე, Facebook ad-seti, პლატფორმა, აი ასეთი ველები რა. გული არ დაიწყოთ, აგაც არის აქ შესაძლებელი. მარცხენა მხარეს, რადგან თქვენი ველები არის, აქ რა თქმა უნდა ისინი იქნება შექმნილი, თუ იქიდან მოდიხარ, თუ არა და ახლებები ვინც ხართ, შეგიძლიათ რომ ესეთი ველები შექმნათ. იდეა რა არის, რომ აი ნახეთ Facebook-ი რამდენ ინფორმაციას გვაწვდის. Form name-ი, page name-ი, კამპანია, etc. ან ბევრ რაღაცას გვაწვდის და რო არ დავკარგოთ ეს და ამის ანალიტიკაც რო შევძლოთ, შეგიძლიათ რომ დალინკოთ ეს მნიშვნელობები იმ ველებში. და ეგეც წამოიღოთ. ან მარცხნივ ჩამონათვალში თუ ნახავთ, შეგიძლიათ რომ დალინკოთ. თუ ვერ ნახავთ, შეგიძლიათ რომ ეს დააფაბლიშოთ, მერე შექმნათ ეს ველები და მერე დალინკოთ. ანუ აქ მოbrუნება ყოველთვის შეგიძლიათ. კარგი, source-ი გვაქვს, სტატუსი. ლიდი რო შემოვა დაუკონტაქტებელი ავტომატურად ხო უნდა ეწეროს, ამიტომ მე აქ დავაკლიკავ და Facebook-ის ველებს კი არ ჩავხედავ. ამ ველის CRM-ის მნიშვნელობებს და not contact-ი დავირჩევ. და სხვა რა, ანუ აი რავი, რასაც ნახავთ, ყველა სადაც არ უნდა ჩაკლიკოთ, არის Facebook-ის მნიშვნელობები, არის CRM-ის მნიშვნელობები. შეგიძლიათ რომ გავუყვეთ და ჩაწეროთ შესაბამისად. მერე რას ვაკეთებ? მე რო ვკლიკავ save and publish. აჰა, და ეგ არის. უმარტივესი, ელემენტარული მაქსიმალურად. ხო, ეხლა ნახეთ აქ რა არის. როდესაც ლიდები შემოვა, აქ რო დავაკლიკავ, აქ გამომიჩნდება ბოლო რეგისტრაცია, როგორ იყო, ჯამში რამდენი დასინქრონდა და იქნება ისეთები, რომლებიც ვერ დასინქრონდა. პრაქტიკამ გვაჩვენა ასეთი რაღაც, რომ თუ lead form-ა არის პირდაპირ ვარდება, მარტივი შესავსები რო არის, მარტივად ივსება და ზუსტად მოდის მონაცემები, მაგრამ თუ ეს lead form-ა ჩაშენებული გაქვთ თქვენ Messenger-ში, მაგრამ Messenger-ში დაახლოებით 60% შემთხვევაში აბდაბუდას იწერებიან. ნომერს რო ვეკითხებით, სიტყვას იწერებიან, არ მოგცემ ნომერს, პირდაპირ კითხვას იწერებიან, ან რაღაც ეგრე. ხო და რადგან ნომერში ჩვენ სხვათა შორის აი აქ ნახეთ არ დამილინკავს. და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია edit-ს დავაკლიკოთ და ტელეფონი დავლინკოთ. ამდენ ლაპარაკში გამორჩა მობილური. აჰა, დავლინკეთ. თქვენთან შეიძლება ფონი იყოს. ახლა მე ძალიან ძველი აკაუნთი მაქვს და იქ მობაილს ვიყენებდი და თქვენთან შეიძლება ფონს იყენებთ. ამიტომ CRM-ის რომელ ველში ჩაწერთ ტელეფონს, ყურადღება მიაქციეთ. იქ ჩაწერეთ, რომელსაც ინტენსიურად იყენებთ. ხო, აჰა, ესეც დავლინკოთ. მე ნახეთ უმარტივესი არის. ხო, როდესაც ეს დაილინკება, სხვათა შორის იმ pop-up-ზე იყო შეტყობინება, ყველა ლიდის რეგისტრაციისას ხო არ გინდა მეილი მოგწეროო და რა თუ გინდა ჩართეთ, მაგრამ CRM მაგიტოა რომ ეგ არ დაგჭირდეთ. ხო, მოკლედ აქ 0 არის და იქნება ციფრი, რამდენი დაარეგისტრირდა. და აქ შეტყობინება შეიძლება ამოვარდეს, ვინც ვერ დაარეგისტრირდა, იმიტომ რომ რატომღაც მობილურში სიტყვები ჩაწერეს ან რაღაც ეგეთი მოხდა. შესაბამისად, ეგეთები შეგიძლიათ ხელით დაამუშავოთ, მაგრამ არაფერი არ დაიკარგება, ანუ აქ იქნება ყველა. შეგიძლიათ სიას დააკლიკოთ და მოკლედ ყველა ლიდს დაინახავთ რა. ხე გაშვებული რო არის ეს სრულფასოვნად არ ჩანს.
მოგეთ ძალიან მარტივი არის ეს ლიდები შემოვა აქეთ. ეხლა რა უნდა იცოდეს, ვისაც social-ი აქვს შემორჩენილი. ამ ყველაფერს რო გააკეთებთ, social-ში გადადით და არ ვიცი, სხვათა შორის მე ეგეთი რაღაც არ გამიკეთები ამ მომენტამდე რა. ალბათ აქედან ინტეგრაციებში დისკონექტი უნდა გაუკეთოთ ან რაღაც ეგეთი. მოკლედ ორჯერ რო არ შეიქმნას, ეს უნდა ჩახსნათ რა. როგორანაირად არ ვიცი, მაგრამ ალბათ რაღაც ღილაკი სადმე რაღაც იქნება. წესით managed account-ში დისკონექტი იქნება აქ. დიდი ალბათობით ეგ არის. მაგრამ ნახეთ რომ რადგან ეს ერთიანი ორგანიზმი არის, აქ რო დისკონექტს გააკეთებთ, მერე აქ ავტომატურად ამასაც დისკონექტი არ გაუკეთდეს. ამიტომ მოგიწევთ იქეთ-აქეთ გადასვლა და მოგიწევთ რომ უფრო ყურადღებით იყოთ რომ ამ ერთ მომენტში კავშირები არ დაიკარგოს. თუ აქაც გაწყდა კავშირი, აქაც დაკლიკეთ და დააკავშირეთ. ეს გააკეთეთ მას შემდეგ რაც ერთ chains გააკეთებთ. ისე არ ქნათ რომ აქ 90 რაღაცა დააკავშიროთ, მე აქ ჩახსნათ და უკან დაბრუნდებით დარჩეთ ისე. ხო, ამიტომ იმას გქენთ. ხო, ახლა ფინანსურ დაწესს შევეხოთ. რა ხდება აქ? 50 ლიდი უფასოა, მერე 1000 ლიდი თვეში ხდება $10. და ეს ბევრად იაფია იმაზე, ვიდრე Zoho Social, იმიტომ რომ Zoho Social-ში თქვენ $60 თუ არ ვწდები ისედაც იხდით თვეში და კიდე ახალ გვერდს დააკავშირებთ ზემოდან $25 ყველა იმაში რა. ამიტომ lead chain-ში რო დაბრუნდეთ, ეს რო ლიცენზია გათიშოთ ამისი, store.zoho.com-დან შეგიძლიათ გათიშოთ. შეგიძლიათ ეს დაიტოვოთ. ახლა იმდენი, რავი, ახლა 6,000 ლიდი თვეში სავარაუდოდ არ გექნებათ. თუ გექნებათ, გიმრავლოთ ღმერთმა, მაგრამ ფაქტურად ეს უფრო იაფია იმას. მაგრამ რა თქმა უნდა, ის შესაძლებლობები, რაც ამას აქვს, არა აქვს აქ მესიჯები და ანალიტიკა და რაღაცეები არ აქვს. ესა სუფთა lead form-ა. და CRM-ში არის ჩაშენებული. აი ეს არის ის, რაც უნდა იცოდეთ ამის შესახებ. მე მგონი არაფერი არ გაუმჩა, ყველაფერი ვთქვი. თქვენც რო რა თქმა უნდა თქვენ სკილებს ზემოდან დაამატებთ, ბევრად მარტივი და გასაგები იქნება ეს ყველაფერი. გისურვებთ წარმატებებს.